მოგესალმებით, ეხლა აგიხსნით ხავსის მონტაჟს ნემსკავზე მე როგორ ვაკეთებ ხოლმე. ვიღებ სადავეს, ეს გააჩნია მდინარეზე ზოგჯერ არის რომ გრძელი სადავე სჭირდება, ზოგჯერ არის ხოლმე მოკლე სადავე სჭირდება. მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა უბრალოდ მონტაჟს აგიხსნით. ასე შუაზე გადაკეცავთ და დაიჭერთ დაახლოებით 20 სანტიმეტრი, 15 სანტიმეტრი, რომ დაშორება იყოს ერთი სადავე მეორე სადავესთან. შემდეგ ამ ადგილას ასე მარტივად ვაკეთებ ხოლმე, უბრალოდ მარყუს უკეთებ, ერთხელ ამოუტარებ და მეორეჯერ რომ არ იმოძრავოს. ეს დავუსველეთ ხოლმე აუცილებლად. ასე რომ გააკეთებთ, აი კეთდება ასეთი რაღაც. მარტივად და უწყალებრივად. შემდეგ ვიღებთ ხოლმე კარაბინს, ეს რა თქმა უნდა დიდი კარაბინი მაქვს აღებული და ცოტა მსხვილი ძუა რომ კარგად გამოჩნდეს, აგერ ასე გავუყრით. ამას ასე ჩაატრიალებთ და ამაზე უკვე დაფიქსირებულია რა ეს სადავე. ამის ზემოთ რა თქმა უნდა ტყვია ტივტივარის თავარ ძუაზე. შემდეგ უკვე ნემსკავების მიბმა იწყება. ნემსკავების მიბმას რაც შეეხება არის ხოლმე რომ ზოგი აქედან უყრის ნემსკავს ძუას, აი ასე უყრის ხოლმე, ეს უნდა ჩამოწიო, აქ უნდა იყოს აუცილებლად გაყრილი, ეს უნდა ჩამოწიო და დააფიქსირო თითით ასე. მერე იწყებ 1, ასე იჭერ 2, 3, 4, 5 და რა ვიცი ეს დაახლოებით 7 მაინც უნდა გააკეთოთ. შემდეგ იკეთებს აი ასეთ რაღაცას ძირში. ამას ასე გაუყრით და ამ თითით გამოითრევთ, აი აქედან ასე გამოითრევთ. თავისთავად ეს უნდა დაასველოთ, რომ არ გადახურდეს და всё, ამას ასე გავუჭერთ. აქ რაც შეეხება ამ ზედმეტს მოვაჭრით და კეთდება აი ასეთი რაღაც ამას შემდეგ ასე მიაწვევით. კეთდება მარკუჟის მსგავსად. ამას ამოუტარებთ და აი ხავსი всё დაფიქსირდა. ასე დააფიქსირებთ 1 და 2. ხავსის მონტაჟის ესეა. ახლა მე როგორ ვაკეთებ ხოლმე? ბევრი მე ხავსი აქედან ნემსკავის მხარეს, წვეტის მხარეს უყრის ხოლმე ძუას, მაგრამ რა ვიცი მე ეს წლებია ასე ვაკეთებ და პრობლემა არასოდეს არ მქონია, ჩემთვის უფრო კომფორტულიც არის. როგორც გითხარით, ერთი სადავე უნდა იყოს გრძელი, ერთი უნდა იყოს მოკლე. ასე ვისევ ასე აფიქსირებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ნუ 5-ზე ნაკლები არ უნდა გააკეთო, რომ მე იხსნება ხოლმე. ისევ ასე, ამას ჩაუყრით. აქედან გამოითრევთ, აქ დაასველეთ აუცილებლად, თორე გადახურდება ძუა და თევზი რო დაჯდება, მალე გაგიწყვიტავთ. აი ხლა რო აი ასეთი რაღაც მოხდება, როცა არ მასო დაასველებთ. გადახურდა ძუა და გაწყდა. ხელახლა მივაყო. 1, 2, 3, 5 იყოს, მოდი. ჩაუყაროთ და გამოვითრიოთ. ასე. დასველება არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, თორე მოგიწყვიტავთ თევზის ძუას. ნემსკავს უბრალოდ. ასე მარკუში გავუყრით. თავისთავად აი ეს თუ აქ გრძელი გრჩებათ აი ეს. ამას მოვაცლით, გადააგდებთ. აქ მაქსიმალურად პატარა უნდა ქონდეს გამოშვერილი. 1, 2 მაქსიმუმ. და ხავსი უნდა იყოს რბილი და ფაფუკი. აი ამას თუ დააკვირდებით, თითქოს ფოთლებიც აქვს. აი ასეთი რბილი ხავსი უნდა იყოს და ეს არის ჩვენი მონტაჟის სული რა. აი სულ ეს არის.
მაღლა რა თქმა უნდა ტყვია უნდა იყოს მოძრავი. მაღლა მოძრავი ტყვია და დაფიქსირებული ტივტივა. всё, აი ეს არის. და წყალში რაც შეეხება დინებაში ტივტივა უნდა გაუჩეროთ და ეს უნდა წავიდეს დინების მიმართულებით, ტყვია უნდა გაჩერდეს და ტივტივა უნდა გაჩერდეს უკან. ასე რომ ტყვიამ და ტივტივამ რო გაითრიოს, ძირს ხოხიალებს ასე და შედეგი არ იქნება. ყველა ვარიანტში რუსულ კოჭას იმიტომ აქვს პლუსი. გატარების დროს ყოველთვის აკონტროლებ და ეს წინ მიდის ასე. ესე მიაქვს წყალს, ლივლივებს. ტყვია და ნემსკავი უკან რჩება. всё, სულ ეს იყო. ისურვებთ კაი თევზაობას.